სიახლეები პირველად სამედიცინო დახმარებაში. ეთერისპირველადი ჯანდაცვის რგოლის მედპერსონალს გადაუდებელი დახმარების შესახებ ტრენინგები უტარდება. სასწრაფოს ექიმებს 2 დღის განმავლობაში გულფილტვის რეანიმაციას და გადაუდებელი დახმარების ახალ მეთოდოლოგიას ასწავლიან. მედიკოსების ინფორმაციით გულის რეანიმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ზაფხულში გულის გაჩერების შემთხვევები ხშირია. ტრენინგის მიმდინარეობას დღეს აჯარის ჯანდაცვის მინისტრი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი გაეცნენ. ექიმების გადამზადება ამ ტრენინგის მიხედვით ნამდვილად აუცილებელია. ტრენინგი ეხება უშუალოდ ძალიან ხშირ მიზეზს სიკვდილის გამომწვევისას, ამიტომ გავსი სიახლეების ჩატარება და ცოდნის გაღრმავება აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისათვის. დღეს ვღებულობთ ნამდვილად აუცილებელ და გადაუდებელ ცოდნას თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ორთიანი კურსი, გადაემზადება 18 ექიმი. აჭარა არის მერვე რეგიონი, 7 რეგიონში ჩატარდა უკვე დაახლოებით 40 ექიმა გაიარა ეს გადამზადების კურსი და გეგმავთ რომ ეს არ იყოს ერთჯერადი ხასიათი, ამას მომის პერმანენტული ხასიათი და ორ თვეში, სამ თვეში ერთხელ თითო რეგიონს ვესტუმროთ და მომამზადოთ ექიმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ გადამზადებას ისინი გადიან რეგულარულად, ხდება ახალი ინფორმაციების მიწოდება, უნარჩვევების გამტკიცება, ან ახალი უნარჩვევების შეძენა და ეს მათ გამოადგება თავის პრაქტიკულ საქმიანობაში. ქალაქ ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახური არა მარტო ბათუმის რაიონებისა, ამ ეტაპზე გამართულად მუშაობენ, აქტიურია ტრანსპორტი.